არქიტექტურა არ არის მარტო სივრცის კარგად ორგანიზება. გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს მას. აი თუ არსებობს რაღაცა ფორმულები, რომელსაც ამ ფორმულას ადამიანი აღიქვამს როგორც მშვენიერს, როგორც ლამას. იმდენად კომუნიკაციის პროცესი დაიხვეწა, რომ ადამიანი ყიდულობს იმას კი არა, რაც უნდა, ყიდულობს იმას, გამყიდველს რისი გაყიდვაც უნდა. როცა ჩვენ გვინდა ვთქვათ დასვენება, ძალების აღდგენა, რა ტიპის გარემოს მივაშურებთ? სად გვინდა რომ წავიდეთ? როცა ამას ხვდები, რომ მთელი შენი ცხოვრება არასწორი რაღაცები აკეთებ, უკვე ცხოვრება გასულია ახლა. თვითონ იმ შენობამ, სადაც ადამიანი სახლობს, ან იმ ქალაქის მოწყობამ, სადაც ის ცხოვრობს, შეიძლება ეს ადამიანი შემოქმედებითად აღბეჭდოს, ხო? ჩერჩილს აქ ნათქვამი, რომ ყველაზე მცირე ნახვრეთსაც, სადაც წყალი შემოდის, შეუძლია მთელი გემი ჩაძიროს. ამ ქალაქში რამდენადაც მე მსმენია და მოვიძიე, საბჭოთა იდეოლოგიით ნაშენების შენობების რიცხვი 60%-ს აჭარბებს და ჩნდება ასეთი კითხვა. ჯერ ერთი როგორი არის ეს შენობები და მეორე ფსიქოლოგიურად რა შემოქმედებას ახდენს ეს შენობები ადამიანზე. საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მიმართულება იყო, რომ გამორჩეული არ უნდა ყოფილიყო ხო ადამიანი. მე თუ გზავნილი უნდა მქონდეს ბატონი ზურასგან რაც ვისწავლე, იმას ვიტყოდი, რომ ბუნებას პრიორიტეტები არ აქვს, აქვს ჰარმონია და ჩვენც ვეცადოთ ვიყოთ ჰარმონიულები და ასე შემდეგ. მოგესალმებით აზროვნების აკადემიის გადაცემას სიმპოზიონში. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი ზურა მხეიძე. ბატონო ზურა, ძალიან დიდ მადლობას გიხდით მომბრძანებისთვის და თქვენი მზაობისთვის, რომ ამ თემებზე ვისაუბროთ და ესე იგი ჩვენ საუბარს რაღაც გარკვეული სტრუქტურა ექნება, მაგრამ სანამ ამ სტრუქტურის ხორცშესხმა შეუდგებოდეთ, მანამდე თქვენ პირადად მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა. აი პირად გამოცდილებაში თუ ქონიათ შემთხვევები, როდესაც აღმოგიჩენიათ, რომ აი ზოგადად გარემო, სივრცე, რაღაც განაშენიანება, არქიტექტურული მოწყობა, შენობების იერსახე აღბეჭდავს თქვენს ქცევას, აღბეჭდავს განწყობას, დამოკიდებულებებს, ასევე შესაძლოა მოტივაციასაც თავს განსხვავებულად გაგრძნობინებთ, ან რაღაცას გაკეთებინებთ, ასე ვთქვათ, რაღაცის გაკეთებას განდომებთ. პირველ რიგში მოგესალმებით. მე ამ თემას თუ შევეხები, აქ ორი კუთხე, ერთია ჩემი პირადი გამოცდილება, მეორეა ჩემი თვითონ პროფესია. იქიდან გამომდინარე, რაზედაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს ყველაფერს, გარემოს აქვს გავლენა. გარემოს გავლენა აქვს იმიტომ, რომ ადამიანებმა მოიგონეს, რომ გარემოს გავლენა ქონდეს, ან არ ქონდეს, ან ვიღაცამ შექმნა. ეს არის გარემოსთან ადაპტაციის საკითხი. გარემოსთან ადაპტაციის საკითხი მილიონი წლებით არის გენეტიკურ კოდში, ასე ვთქვათ, ჩასმული. ცენტრალური თემა აქ არის უსაფრთხოების თემა, ანუ ადამიანი უნდა ხედავდეს, რომ მას საფრთხე არ ემუქრება და ყველა გარემო, სადაც ამას ხედავს, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, რა თქმა უნდა, მისთვის ესე ვთქვათ, დადებით განწყობას აღარ. თუმცა პროცესი ორმხრივია. ესე იგი, გარემო ქმნის განწყობას, მაგრამ განწყობასაც შეუძლია შექმნას გარემოს აღქმის ინტერპრეტაცია მოახდინოს იმის მიხედვით რა განწყობაზე. წვიმა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ძალიან ცუდი, იმიტომ რომ დასველდა და წარმოგიდგენთ ადამიანს შეყვარებული როა ის წვიმა ძალიან ლამაზი იყოს, ხო? ანუ ერთი და იგივე სიტუაციაშია ვიღაცა მირბის რო არ დასრულდეს და ვიღაცას რო არ აინტერესებს რო დასრულდეს. ასე რომ ეს ორმხრივი პროცესია, ერთი ქმნის მეორეს და მეორე ქმნის ვიღაცა. ჩემზე უმოქმედია თუ არა, ახლა მე ესეთი მაგალითი მოვიყვანეთ, ნებისმიერ ადამიანი მეხვდება რომ მოქმედებს და რომ მოქმედებს ეს უდავო. მაშინ არ იქნებოდა ისეთი მიმართულებები, რომლებიც ფერებს გავლენას ასწავლობენ, ხო? არ იქნებოდა ჩვენ როგორ გვაქვს განგაში სფერი რო წითელია. ვიღაცამ ეს დაადგინა რატო? სისხლი წითელია, სისროხე და ესე იგი რაღაცა პრობლემა. აქედან ეს ფერი წამოვიდა, მწვანე, თავისუფალი ხარ. რასთან არის ასოცირებული ბუნებასთან ისე. ასე რომ სწავლა, ამ შესწავლა, აი ეს ზემოქმედების, ძალიან დიდი ხანია მიდის და იმიტომ რომ მართალი ბრძანებით მოქმედებს, ცალსახად მოქმედებს. კი, აი ხამ ჩემ კითხვას ასე ვქო დავაკონკრეტებდი და დიფერენციაცია რომ მოვახდინოთ. როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დადებითი ზეგავლენა შენობების იერსახის ან ზოგადად გარემოს სიჩვენზე და როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ან რაში შეიძლება გამომჟღავნდეს უარყოფითი ზემოქმედება პირიქით? ეს გარემო არაცნობიერ დონეზე, იმიტომ რომ ჩვენ ყურადღებას არ ვამახვილებთ, მე არ ვლაპარაკობ,
გარკვეულ განწყობას თქვის და ის განწყობა მე ითარგმნება ურთიერთობებში და ქცევებში. თქვენ თუ ცუდ ხასიათზე ხართ, შეიძლება ოჯახის წევრებს დაელაპარაკოთ ცუდად. ცუდ ხასიათზე ოჯახის წევრების გამო არ ახართ, ხო? ან ვიღაცის გამო რაღაცა შექმნილი. შესაბამისად ეს გარემო გარკვეულწილად განსაზღვრავს განწყობას, ის განწყობა განსაზღვრავს თქვენ გადადის და გავლენას ახდენს ქცევას. ხო, ისე მაგალითად თუ რადგან არქიტექტურას ვეხებით, ხო? დაბალი ჭერი კრეატიულობის აკლებს, ანუ შემოქმედებით ადამიანი დაბალ ჭერში ეს შესწავლილია ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ გაცილებით ნაკლებია ვიდრე მაღალ ჭერში, ასე ვთქვათ, ხო? იქ სადაც შენობები ძალიან ახლოსაა, მონუმენტურია და მოდი ასე ვთქვათ, ბეტონის გარი გაკეთებული, ნახეთ, თქვენ მიდიხართ ვიწრო რაღაც ესეთ შენობაში, უსაფრთხოდ ვერ გზნობთ თავს. სივრცეს ვერ ხედავთ და თქვენ ნახეთ ფორმულა რო ნახო, მე არ მექნება დრო ვირეაგირო საფრთხე თუ მოვიდა, იმიტომ რომ სივრცე ძალიან დავიწროებულია, ხო? აქედან გამომდინარე შფოთვა იწევს. ასე რომ მუდაოდ კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არის ნეგატიური განწყობისთვის. იქ სადაც ღია სივრცე, გაცილებით პოზიტიური განწყობებია. ის რაც ბუნებას უკავშირდება, ბუნებრივია და მათ შორის ბუნებრივი ფერები, ბუნებრივი განათება ის ადამიანს სიმშვიდის და მოდი ასე ვთქვათ, დადებით ემოციას იწვევს. კი, აი თქვენ ძალიან საინტერესო მიმართულებით წაიყვანეთ, როდესაც ეს კრეატივი და შემოქმედებითობა ახსენეთ, ასე ვთქვათ და მე პირადად აქედან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ თვითონ იმ შენობამ, სადაც ადამიანი სახლობს, ან იმ ქალაქის მოწყობამ, sadაც ის ცხოვრობს, შეიძლება ეს ადამიანი შემოქმედებითად აღბეჭდოს, ხო? ან პირიქით გაათავისუფლოს, ან შეზღუდოს. ვიცით, ნუ ხელოვნებაზე, მოდაში და რაღაცას, მაგრამ მთლიანად, ასე ვთქვათ, რო გადახედოთ, ხო? ძალიან ბევრი არის მამოტივირებელი შემოქმედებითი მუშაობისთვის. ძალიან ბევრი არის, ხო? ის რაც ხელოვნებას უკავშირდება, ხელოვნება ის არ არის მარტო რომ ვიღაცა მღერის ტახა თავს იმდროს გავლენას ახდენს. გავლენას ახდენს ესთეტიკაზე, გავლენას ახდენს ღირებულებებზე. ასე რომ ცალკე მდგომი არ არის ეს, ანუ მე ხელოვნებაში ვერ ყვევი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემზე გავლენას არ ახდენს დაუშვათ, ხო? ეს მომენტი. გარემო მოქმედებს, რა თქმა უნდა. კი, აი ბატონო ზურა, ესე იგი დიდი მადლობა ესეთი მკაფიო ფორმულირებებისთვის. თავდაპირველად მე პირადი გამოცდილება ვახსენე და თქვენის ნებართვით რაღაცა პატარა ჩემ პირად გამოცდილებასაც შემოვიყვანდი, როგორც შეიძლება აი ამ არქიტექტურულმა მოწყობამ გავლენა იქონიოს ადამიანის ქცევაზე თუ განწყობაზე. უკეთ ხშირად ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ ცხოვრების ხარისხი არის რაღაც მხოლოდ დამოკიდებული ინდივიდუალურად კონკრეტული ადამიანის ფინანსურ თუ მატერიალურ შეძლებაზე. და ამ დროს ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს ასევე ზოგადად იმ ქალაქის თუ ადგილის ცხოვრების ხარისხი, სადაც ჩვენ ცხოვრება გიწევს, ხო? ეგ ცხოვრების ხარისხი თავის თავში მრავალ მომენტს გულისხმობს, არის ინფრასტრუქტურა, არის მობილობა, რა ვიცი, არქიტექტურული მოწყობა და კიდევ მრავალი მომენტია და მე პირადი გამოცდილებით რა მახსენდება, ზუსტად 1 წლის წინ ივლისი იყო, მომიწია რომ რამდენიმე კვირა დამეყო აი ამ ვენაში, ასე ვთქვათ და იქ ბინა უნდა მექირავებინა რა. ეხლა ეს ცნობილი ამბავია, რომ ვენაში ბინის ქირავება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამიტომ მომიწია რომ გარეუბანში მექირავებინა. და ეს ჩემი საცხოვრებელი ქალაქის ცენტრიდან დაშორებული იყო, ავტობუსით სავალგზას თუ ავიღებთ დაახლოებით 1 საათის მანძილზე. მე ჩემ თავს ვუთხარი რომ რა ვქნა ახლა ასე მიწევს, სხვაგვარად არ გამოდის, მაგრამ ხო ისაოცრებავ. აღმოჩნდა ისე რომ გადაადგილება ჩემთვის იმ ჩემი შორეული გარეუბნიდან ქალაქის ცენტრამდე იყო იმდენად მარტივი, იმდენად უპრობლემო, კომფორტული, სასიამოვნო, ერთი მომენტითაც არ გავღიზიანებულ ვარ და გაუმწარებულ ვარ, ასე ვთქვათ და გულში ხინჯად არ მქონია რომ აი ამ შორეულ ადგილას რატო ვცხოვრობ და მანდ ახლა ისიც დავასკვენე რა, რომ ასე ვთქვათ, რატომ არის ეს ქალაქი მთელ მსოფლიოში თავისი ცხოვრების ხარისხით გამორჩეული და კიდევ ისე რაღაც პირად გამოცდილებაზე ბისკუთხით რომ გავაგრძელო. მომენტი მქონდა ხანდახან ხო არის უცხო ქალაქში რომ დახეტიალობ ადამიანი და მეც დავხეტიალობდი და ასეთი რაღაცა ვიგრძენი რომ შანსი არ არის მე ამ ქალაქში დავიკარგო. და მე ცოტა ჩავუღრმავდი ჩემს ამ შეგრძნებას თუ განცდას და მივხვდი რომ მე რომ აქ
დავიკარგო, რომს დავიკარგო. თვითონ ქალაქი არ დამკარგავს, იმიტომ რომ მთელი ეს შენობები იერსახე და არქიტექტურული მოწყობა ისეთ წესრიგს ასხივებს და ისეთი ჰარმონია, გარკვეულობა და სიცხადე გამოსჭვივის იქიდან და მკვეთრი ორიენტირები, რომ შენს გინდა არ გინდა ძალაუნებურად იმ ტალღაზე გადაეწყობი. და აი რაღაცნაირად ჩემთვის ეგეც იყო ნიმუში და მაგალითი იმისა რა, რომ როგორ შეიძლება გარემომ იმ არქიტექტურამ და შენობამ მე აი, ნახეთ დავაკვირდი საინტერესო ისა რომ ვენა ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან ლამაზი ქალაქია, თუმცა ჩემი ქალაქი არ არის განცდაში. მე ეგეთი დიდი და რაღაცა, მაგრამ ულამაზესია და ძალიან მოწესრიგებულია, ხო, ეს მომენტია. თქვენ განცდებს დავაკვირდით, კი ეს არის. ზოგადად ქალაქი პრაქტიკულობისთვის არის ხოლმე კარგი. დარჩენი არაფრისთვის. ხელმისაწვდომობა გაქვს ქალაქში ბევრ მატერიალურს და ნაკლებად სულიერს. მე მაგალითად ტურისტული კომპანიები როა, ხო? დედაქალაქით შენ ვერ გაიგებ, ასე ვთქვათ, სად მოხვდი, რა ქვეყანაში ხარ. ეგ ერთი ფრანგმა მითხრა, რომელიც ადრე ქალაქის მერე იყო და მითხრა, რომ თუ პარიზში ხარ ნავყოფი, საფრანგეთის გაგებაში არ ხარ. თვითონ მითხრა. ეგ არ არის, რომ შენ საფრანგეთი ნახე. ხო. ასე რომ თუ სიახლოვე რაღაც ჩვენც ესე ვართ, ნახეთ, თქვენ თქვით, რომ თითქოს კომფორტია, ხო, ნიშნულობ. მაშინ ლაშქრობის ფსიქოლოგიას როგორ ახსნით? მიდიხართ რუქსაკებით, სადღაც ტყეში, გაწვიმ თქვენივე სურვილით. თქვენივე სურვილით. სადღაც დახოხა ტყეში და ბედნიერი. ეს განწყობა როგორ უნდა ახსნით? თუ კომფორტზე ადამიანი მარტო დამოკიდებული, წადის ადმე ლუქსში, სიტყვაზე სასტუმროში, ნუ ეგეთი ადამიანებიც არსებობენ, ხო? ზეწლაშქრობა არ უყვარს, მაგრამ ეს დევს ადამიანში. იმიტომ რომ დასვენება, სიმშვიდე და სიწყნარე არის ყველაფერი დაკავშირებული, რაც ბუნებას უკავშირდება. და ზედმეტმა, მოდი ესე ვთქვათ, მომგებიანობა მე რას ვამბობ, რა იყიდება, რა არ იყიდება, რისი გაყიდვა შემიძლია, არქიტექტურას თუ ეხებით შეცვალა მშენებლობის წესებიც. გახსოვთ სენიორ რობინზონი ფილმი. ტელევიზორს მაკეტს რო გააკეთებს და ისევ ფილმის ზღვაზეა. ხედი აქვს, ძალიან კაი ხედი აქვს, ზღვის ხედი აქვს, მაგრამ ისევ მოსაწყენი. და ჩვენ კიდევ უფრო მოსაწყენი ბინები გავაკეთეთ. იმიტომ რომ თუ ატყობთ ძველი ბინები, ნუ ერთ ოთახიანს არ გულისხმობ, ორ მხარეს გადიოდ. შენ გქონდა ორი სხვადასხვა სურათი, უკანა და წინა მხარე. ეხლა დერეფნული სისტემაა, მარტო ერთ მხარეს იყურე. ანუ ნაკლედ გეგონება მატარებელი შედიხარ, ოთახები არის ერთ მხარესგან და შენ მეორე ხედის შესაძლებლობას დაკარგული. და მშენებლობაზე რა ვიცი, ძალიან ბევრი აღარ აკეთებს. რატომ? იმიტომ რომ კვადრატულობაში ასეთი ბინის აშენება დანაკარგს თვლის მშენებელი, ნაკლები ფული რჩება, ასე თქვა და ამიტომ მოირგო მაქსიმალურ მომგებიანობას. ისე ბატონო ზურა, ძალიან დიდი მადლობა, დიდი ინტერესით გისმენდით და ერთი რაღაცა აღმოვაჩინე, ასე ვთქვათ, ჩემი შეგრძნება არის, რომ ესე იგი ისეთ რაღაცებს ამბობთ, რასაც შეიძლება მეც მომიმჩნევდეს სხვაებით, მაგრამ უნარი არ არის, რომ ასე სწორად გამოითქვას და მაგისთვის ძალიან დიდი მადლობა. ეხლა მეც რაღაცები აღმებეჭდა და მე სულ ვლაპარაკობ, არაფერს არ ვლაპარაკობ ახალს, ვლაპარაკობ იმას, რასაც ყურადღებას ნაკლებად აქცევენ ხოლმე, მეტი არაფერი. და სწორად ვერ ამბობენ, თქვენ სწორად. ეს მომენტი არის. და რაც შეეხება ზოგადად განწყობას ქმნის თუ არა გარემო, მოდი ავიღოთ ძალიან ახლა ფილმი რო ვახსენე, მივყვეთ. რეჟისორი განწყობას ქმნის გარემოთი. ნახეთ, ჩაბნელებული, თქვათ, კვარტალი, ბეტონის შენობები. რისთვის აკეთებს ამას? იმიტომ რომ შექმნას შესაბამისი საფრთხის განწყობა, რაღაცის განწყობა, ასე ვთქვათო. რადგან ვიღაცა ამ მეთოდს მიყენებს, იმიტომ რომ მუშაობს ის.აშკარად მუშაობს. ასე რომ აქ უდაოა იმაზე არ გისაუბრ. მე მეცაც გეტყვით თუ კვლევები არსებობს. მე გადავხედე კვლევებს, იმიტომ რომ ვიცოდი რა თემაზე გვექნებოდა ლაპარაკი, ახლა არ გამიგოთ ისე რომ მე არქიტექტურის ფსიქოლოგიაში მუშაობ, უბრალოდ ფსიქოლოგიაში მუშაობ და რა თქმა უნდა თემა საინტერესოა.
საინტერესო იყო კვლევა, რომელიც ეხება არქივის მასალების დამუშავებას საავადმყოფოში, ანუ ჩანაწერებს და რა მოხდა და კლინიკას რომელსაც ჰქონდა უკეთესი ხედი ერთ მხარეს და მეორე მხარეს არ იყო ესეთი ხედი. ამათი მონაცემები რო ნახეს 2-3 თვით ადრე არიან გამომჯამრთელებული ის ხალხი, ვისაც ბუნებისკენ ჰქონდა ხედი, ანუ ვიდრე ვისაც ცოტა ხედი ჰქონდა საავადმყოფოში. და აქ რეაბილიტაციას, სიმშვიდეს და უკეთეს მდგომარებას უკავშირებენ ზუსტად ამ ხელშესრულებას, იმიტომ რომ სტატისტიკა მიცა რომ აქეთ ხარეს ვინც იყო, ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, დიაგნოზით დაახლოებით, სტატისტიკა რას აკეთებს, როცა ბევრი რიცხვი გვაქვს, შემთხვევითობები უკვე გამორიცხულია, რომ პიროვნებაზე იყოს დამოკიდებული და როგორ აქეთ ამ ხარეს ყველა უკეთესად გრძნობდა თავი ვიდრე მეორე მხარეს, ამან მეუყვანა იმ დასკვნამდე, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც რეაბილიტაციისთვის. თანამედროვე კვლევები არსებობს, სხვათა შორის, საინტერესოა, შეზღუდვები ამ კვლევებს გარკვეულწილად დააქვთ, მაგრამ ვამბობ, რომ ეს შეზღუდვები არის სუფთა მეცნიერული დასაბუთების სტანდარტებიდან მოთხოვნილი, თორემ არსებობის საფუძველი არის, ვიცით ხო, სათვალე გიკეთიათ და ახედავთ ვირტუალურ რეალობას. აი სხვადასხვა არქიტექტურული ნაგებობებთან რო გაატარეს ეს ხალხი, უზომავენ ბიოფიდბექს, ანუ გულისცემას, სუნთქვის სიხშირეს და რა. და აღმოაჩინეს რომ განსხვავება. რაღაცა მომენტები იწვევს სტრესისკენ მიდრეკილებას, ფოთვას და რაღაცა ამშვიდებს ხათაშორის გაიქნებოდა აქაც ვერმეს რომ ჩაეტარებინა ეგეთი კვლევები, პატარა ტექნიკური ეს უნდა აღჭურვილობა. პირველ რიგში ეს არქიტექტორებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი და საინტერესო, ანუ მე რომ მკითხო არქიტექტურების მშენებლებისთვის, დამკვეთი ეგენი უნდა იყვნენ ასეთი კვლევების. ფსიქოლოგებისთვის ეს ერთ-ერთი თემაა და მაგათთვის ცენტრალური თემა, ასე ვთქვათ, რომ შევხედოთ რაღაცა სხვა კუთხით. კი, ეგ ძალიან საინტერესო იყო კვლევების ხსენება და ამ კვლევების გათვალისწინების მნიშვნელობა იგივე დამკვეთებისთვის თუ არქიტექტორებისთვის. აი, მაგაზე რაღაცნაირად მეც შემოგიერთდებოდით, რაღაცებს მეც გავეცანი და ასეთი დარგი არსებობს ინტერდისციპლინარული ნეიროარქიტექტურა, რომელიც ხო სწავლობს აი ჩვენს ტვინზე, ჩვენს ადამიანურ ქცევაზე და ნერვულ სისტემაზე, როგორ მოქმედებს იგივე შენობების იერსახე, არქიტექტურული მოწყობა და ასე შემდეგ. და კვლევების ნაწილმა თურმე წარმოაჩინა ის, რომ ადამიანის ტვინი კლასიკურ ფორმებზე უფრო უკეთ რეაგირებს. აი, რო ავიღოთ კლასიკური ორნამენტი, ხო ბუნების ფორმებს ბაძავს, აი ფოთოლი იქნება თუ სხვა ფორმა. და ამას ჩვენი ტვინი აღიქვამს როგორც ნაცნობს, უსაფრთხოს, რაც სტრესს ამცირებს. ხო, ფორმები დადგენილია, მაგალითად, მომრგვალებული ფორმები, ასე ვთქვათ, რბილი ფორმები გაცილებით უსაფრთხოა, გაცილებით კარგად გრძნობს თავს ადამიანი, ვიდრე ვთქვათ, ბეტონის სწორ კუთხოვან ფორმებში. სიმეტრიას ადამიანი უფრო დამამშვიდებლად აღიქვავს, იმიტომ რომ ნახე, თვითონ ბუნება არის აწყობილი არა რეიტინგულად. ეს რეიტინგი ადამიანმა მოიგონა, ვინ პირველზე ან მეორეს. ბუნებას აქვს ჰარმონიული ურთიერთშესატყვისობა. როგორც კი რომელიმე ნაწილი ჰარმონიულობის ირღვევა, ბუნება ამაზე ძალიან ცუდად რეაგირებს, ძლიერად. ეს ადამიანი ვერ ხვდება, რომ ჰარმონიის დარღვევა ყველაზე მძიმე შედეგით რა თავდება და არა ეს ადამიანებს ქონიათ, რომ ძალიან განვითარებულები არიან სხვებთან შედარებით და მე რომ მკითხო, კიდე საკითხავია განვითარებული როგორ უნდა გერკვას ადამიანი, როცა ოფიციალობდა სხვა ადამიანს კლავდა, ზიზღი გაქვს ვიღაცის მიმართ. რას ეძახიან განვითარებას? ტექნოლოგიური პროგრესია არ არის პიროვნული განვითარების საფუძველი პირიქით თუ დააკვირდებით, რაც ტექნოლოგიური პროცესი ვითარდება, პიროვნება ნაკლებად განვითარებული რჩება. კი. ეგ ძალიან საინტერესო მიმართულებაა, მაგრამ ახლა აქ მე ერთი მიმართულება უნდა ავიტაცო, თქვენს საუბარშიც უკვე გამოიკვეთა. აი თუ არსებობს რაღაცა ფორმულები, რომელსაც ან რომელსაც ამ ფორმულას ადამიანი აღიქვამს როგორც მშვენიერს, როგორც ლამას და რომელიც მას ქვეცნობიერად თუ არაცნობიერად მოსწონს. აქ რაღაც საყოველთაო ფორმულებზე მაქვს საუბარი. თქვენ თქვით დასაწყისში. ის რაც ბუნებრივია, მისთვის სიმშვიდის მომგვრელი. განათებას აქვს მნიშვნელობა. თუ ატყობთ თქვენ კი არა, ვარჩევთ განათებას, დავარქვით საოფისე განათება და სახლის განათება. სახლის განათება უნდა იყოს თბილი მოყვითა.
უფრო კომფორტულად გრძნობ თავს. ოფისში ნახეთ, შეიძლება მეხარიმსა რომ ის განათება რაც ოფისშია, თეთრ განათებას რასაც ვეძახეთ, უფრო მკვეთრია, უფრო კარგად ხედავ რაღაც ნივთებს, ეს არ არის კომფორტული ადამიანისთვის. რაც ბუნებასთან ახლოს არის კავშირში, ამიტომ არის რომ სასტუმროებში ზოგიერთ ლაბარაკობ 5 და 4 კლასის სასტუმროებში რასთან არის მიახლოვებული ინტერიერი ბუნებასთან. სასტუმროში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩანჩქერი მოწყობილი. ხო, ხელოვნურად, მაგრამ ჩანჩქერი. შეგიძლიათ ნახოთ აუზი. ანუ სადაც ბუნებრივად რაღაცები დაცურავენ. ანუ ის ელემენტი შეიტანო, რომ გახადო მყუდროდ ადამიანის კარგი განწყობის შესაქმნელად, ყველაფერი ბუნებას უკავშირდება. ასე რომ დიდად საძებნი ფორმულა არა, ზოგადი ვიცი და თუ ვიღაცა ზუსტად დაინტერესებს თქვით, რომ მაგის კვლევა უკვე შეიძლება თანამედროვე იმიდან გაუსვლელად. პატარა ტექნიკური აღჭურვილობა, თან რა არიცით, რატო ვემხრობე ხოლმე კვლევებს, სხვაგან დავა ყოველთვის შეიძლება და აქ როცა შენ ბიოლოგიური მონაცემები გაქვს, ანუ პირდაპირ ზომავ კორტიზოლს, პირდაპირ ზომავ ასე ვთქვათ გულისცემას, რომელიც დაკავშირებულია სტიმულების შეცვლასთან, ეს ხო უკვე უდავოა, ხო? კი, აი ისევ მაგ მიმართულებით თქვენ ბუნება ახსენეთ და აი როგორ ბუნებრივი ფორმების მიბაძვის შექმნილი ნიმუშები როგორ გვამშვიდებს. და აი მე ამის საპირისპიროდ აი მოდერნისტული შენობები რომ მოვიყვანოთ და მათი იერსახე, ხო, როგორია რაღაცნაირი ერთფეროვანია, ხო, რაღაც შეიძლება გლუვიან plain რო ავიღოთ, თითქოს უსახურია. ეს ადამიანში იგივე ქვეცნობიერად მოწყენილობასაც იწვევს, შფოთს იწვევს. მაშინ როცა კლასიკური ფასადი რო ავიღოთ და მისი დეტალები, თითქოს თვალს ასეირნებს და აი რაც ჩვენ ვახსენეთ, აღძრავს სიმშვიდის განცდას. აი ეგეც თვითონ ამ მოდერნისტულ შენობებსაც თუ მოვიყვანდით, ასე ვთქვათ, მაგალითად და თუ შეუპირისპირებდით. შეიძლება, მაგრამ ნახეთ კომუნიკაციები იმდენად არის, ასე ვთქვათ, დახვეწილი, ანუ თავს მოხვევა. ძველად ზოგადად ვაჭრობა იყო გაცილებით პატიოსანი. რა ხდებოდა, ხო? თქვენ გინდოდათ შაქარი, არ გქონდათ შაქარი, მე მომქონდა შაქარი და ამაზე ვაკეთებდით თანხებს. იმდენად კომუნიკაციის პროცესი დაიხვეწა, რომ ადამიანი ყიდულობს იმას კი არა, რაც უნდა, ყიდულობს იმას, გამყიდველს რისი გაყიდვაც უნდა. ხო? ამიტომ ნახეთ, გაუგებრობა წარმოაჩინო როგორც შედევრი. ეს კომუნიკაციის საკითხი. ადამიანები მილიონებს იხდიან აბსოლუტურად უგემოვნებელ რაღაცებში. ხო? თვითონაც ვერ ხვდებიან. ვიღაცები ამაზე ძალიან დიდ ფულს აკეთებენ. აი, ვინც იცის ეს როგორ ხდება. მაგრამ ადამიანს გონია, რატო იცი, სტატუსი აიწია, ნახე, ჩემ კოლექციაში არის შედევრი. თუმცა ღირებულება მისი შექმნილია არა ესთეტიკური მომენტიდან, არამედ ასე ვთქვათ, კომუნიკაციით. ან ძალიან საინტერესო. ამიტომ გაყიდვები ძალიან ბევრ რაღაცას აფუჭებს. კი. აი, ეხლა თქვენ გაყიდვები ახსენეთ და ეს კითხვაც აუცილებლად უნდა დავსვა. აი ეს სილამაზეს მშვენიერებას თუ ავიღებთ და სიძვირეს, არის თუ არა ესენი ერთმანეთთან დაკავშირებული ფსიქოლოგიურად. თქვენ თუ გნებავთ კომუნიკაციური მიმართულებით გარეგანში. ძალიან ვახსენე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები რას აკეთებს მეთქი, ნახეთ, იმიტომ რომ ძვირად რაღაცა მოგვეჩვენოს, ბუნება უნდა შეიტანო. ბუნებრივი ელემენტი შეგაქვს და ადამიანი უკვე კარგად გრძნობს თავს. ანუ ბუნების გადმოტანა, ბუნებრივი რაღაც გადმოტანა, აი ამ რაღაც ვთქვათ ცივ სამყაროში უკვე სითბოს მაჩვენებელი. აქ რაზეა საუბარი თქვენ, რასაც აპირებთ, რა თემას დაიწყეთ, რატო არის კარგი. კიდევ ამბობ, არაფერს არ ვამბობ, მაინც გითხარით, აფერ გამოგონება არა, თუ ადამიანი კარგად გადაიაზრებს ამას, მიხვდება, რომ ესეა, უბრალოდ საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს მოთხოვნა ამის. როცა საზოგადოებაში მოთხოვნა გაჩნდება, შემსრულებელი ამაზე ირეაგირებს. როცა მოთხოვ რომ ესეთი მინდა, რა თქმა უნდა, ბაზარი ირეაგირებს მოთხოვნას. ამიტომ რადგანაც თვითონ არ არიან დაინტერესებული, იმიტომ რომ გითხარით, გაყიდვები ხშირად ბევრ რამეს აფუჭებს, ოღონდ როგორ მე გავყიდო. როცა აქედან წამოვა მოთხოვნა და ამაზე საუბარი დაიწყება, რა თქმა უნდა, იქით ამ ხარე იძულებული იქნება გაითვალისწინოს საზოგადოების მოთხოვნა, მაგრამ საზოგადოებას არ ცალია ხო.
იმდენად ყოფითი ცხოვრებითაა დაკავებული, რომ გონია, რომ ამას ნაკლები მნიშვნელობა. არა და ესე არ არის. აი რემონტი თუ გაიკეთებიათ სახლში, როცა მე პირადად რო ვანგარიშობდი, მე ძირითადად ვანგარიშობდი, რაც ძვირი ღირდა იმას და გამომყავდა თანხა და დანარჩენი წვრილი რაც ღირდა, მე მეგონა რომ ეს არაფერი არ არის. და რო ვიანგარიშე საბოლოოდ, აი ამ წვრილმა რაღაცებმა მეტი თანხა მოითხოვა, ვიდრე ცენტრალურმა რაღაცებმა, რომელსაც მე ვარ. დაახლოებით ისეა. აქ დეტალს არ მიაქცია ადამიანი უყურა, იქ დეტალს არ მოხდა, მე ეს კრებითად თვითონ იმოქმედებს ამაზე ძალიან ცუდად. ისე იგი ჩვენ უკვე საზოგადოებაზე გადავედით, საზოგადოება ვახსენეთ და მეც შემოკითხვას ასე დავსვამ და მგონი თქვენ ამაში რაღაც მეტად გარკვეული ბრძანდებით, ანუ საზოგადოებას რა მოსწონს, რა უნდა, ან უფრო დავაკონკრეტებ ხა ასეთი აბსტრაქტული რო არ იყოს კითხვა. როცა ჩვენ გვინდა ვთქვათ დასვენება, ძალების აღდგენა, რა ტიპის გარემოს მივაშურებთ? სად გვინდა რომ წავიდეთ? არ გაიგიათ რომ დასვენება მინდა, არაფერი არ მინდა. მოუწყდე, არც ტელეფონი არ მინდა რაღაც. ხო ეს მოთხოვნება არის ადამიანს რომ მუდმივად რუტინაში. უბრალოდ ამ ადამიანებს მოანდომეს ერთი რამე ყველას, ხო, კომუნიკაცია, წარმატება. წარმატებას მიცეს განმარტება და ადამიანმა შეიძლება იცხოვროს შენობაში, იმიტომ კი არა რომ მოწონს. იმიტომ რომ იმ შენობაში თუ ცხოვრობ სტატუსი ძირითადი განსაზღვრელი გახდა რომ სტატუსი გქონდეს. და აქეთკენ მიდის და გაყიდვებაც გაიოლა საქმე, ხო? რაღაცას გავაკეთებ, რასაც მოდი ესე ვთქვათ, საზოგადოებას ვამცნობ, რომ ამას რაღაც სტატუსი აქვს და ვხდი მოთხოვნას იმაზე, რასაც მე მასური ინფორმაციის საშუალებით რეკლამით მივანიჭე, რომ ძალიან სტატუსურია. და ბუნებას მოაშორეს კიდევ ამბობ ძალიან ბევრი რამე გააფუჭა კომერციალიზაცია, ადამიანის ასე ვთქვათ, სულიერება გადავიდა, სულიერება კი არა, გამოვიდა რა გავყიდო, რა ვეყიდო, მე როგორ გავყიდი იმას, რასაც ვიყიდი და ასე შემდეგ. ამაზე და როცა ამას ხვდები, რომ მთელი შენი ცხოვრება არასწორი რაღაცები აკეთებ, უკვე ცხოვრება გასულია ხო. აი, როდესაც თავის ყოველდღიურობაში ადამიანს არ შეუძლია რაღაცა მაღალ საკითხებზე იფიქროს, ან მაღალი მოთხოვნები ქონდეს, მაგრამ ამ ყოველდღიურობაში ჩნდება ამავდროულად თითქოს თავისუფალი მომენტები, დასვენების თუ განტვირთვის მომენტები, როდესაც ადამიანები ცდილობენ იმოგზაურონ, თვალსაწიერი გაიფართოვონ და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი მოგზაურობისთვის ევროპულ ქვეყნებს და ქალაქებს მიაშურებს ხოლმე და აი იქ სად უნდა ადამიანს რომ დასახლდეს, თუ რა თქმა უნდა ამის ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობა აქვს. სად უნდა რომ დაისვენოს, ირჩევს ძველ უბანს თუ ირჩევს ახლა დაშენებულ გარემოს? დასასახლებლად, ანუ გასაჩერებლად. სტატისტიკა რა თქმა უნდა არ მაქვს, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით მე მაგალითად თუ საზღვარგარეთ ვიყავ, ყველაზე კარგად სადაც მიგზნია თავი, არ მიგზნია დედაქალაქში. იმიტომ რომ გაიგო, აი რაღაცნაირად სულს მოკიდო ხელი, ეს არის პროვინცია. იმ ქალაქში სადაც ჩადიხარ, იმ ქვეყანაში სადაც ჩადიხარ. დედაქალაქები ერთმანეთს გავს. დედაქალაქში კულტურასაც ვერ ნახულობ, ასე ვთქვათ, ხო? ვენა ერთ-ერთი გამონაკლისი ვარიანტია იმ ქალაქებიდან, რომელიც არაჩვეულებრივად ლამაზია, ხო? ეს მომენტია. და იქ სიმშვიდეა. აქ უბრალოდ და ჩვენებიც რო დადიან, ახლა მე არ მინდა ყველაზე ვთქვა, მაგრამ ძირითადად არის, რომ მე რო ჩამოვა მოყვეს რა ნახა. და რომ მოყვეს რა ნახა, ხო, იქ თუ ლურში უნდა შევიდეს, იმიტომ რომ მე უნდა გითხრას, რომ ლურში ვარ ნამყოფი. აბა წარმოგიდგენ, რო არ შევიდე და ჩამოვიდე, რა უნდა გითხრა. სად ვიყავი, მაღაზიაში ვიყავი, მეთქი, ხო არ გეტყვი. ამიტომ არის ხოლმე, აი ეს ტურები ვერ გამიგია. 3 დღე რო გაგდა, მაგალითად მთელი იტალია რო ნახო, მე არ მესმის რანაირად შეიძლება 3 დღეში ენა გადმოგდებულმა ირბინო სხვადასხვა ადგილას, იმიტომ რომ ეს სიამოვნება არ არის, ეს არის ჩათვლა. აქაც ვიყავი, იქაც ვიყავია, ხო? აბა ნახეთ, რა მარშრუტია ხომ, ერთი კვირა გაგდა, ერთ კვირაში ყველაფერი მოვასწრო. მოსწრება რა შუაში. შენ ის ყველაფერი უნდა აიქვა. დახმარა, მოვასწრო. უკვე არასწორი პოლიტიკა სხვა ქვეყნის ნახვის მოსწრებით რო ჩადეხარ ეკა და რაღაც ქალაქი თბილისი მე არ ვიცი ამდენი წელი ავცხოვრო ბოლომდე და რაღაც ის საქართველოში არა ხარ და მოასწრო ერთ კვირაში რაღაცები რა სიამოვნება უნდა მიიღო
ანუ მე ვამბობ ჩათვლისთვის არო ჩამოვალ მე გეტყვი რამდენი ადგილას ვიყავი და რატო ვიყავი დაღლილი ვიყავი თელ დღე დავრბოდი გადარბენაზე ვიყავი არ ჭამდი მაპატიო რა სიამოვნებაა ასე ვერ გაიგებ ქვეყანას უბრალოდ იტყვი რომ ამყოფი ესე იგი რა სურათიც დაიხატა ცოტა არ იყოს პესიმისტურად გამოიყურება, მაგრამ ეგ პესიმიზმი რეალურია, ხა რაში გამოიხატება. აქაც ცხოვრობ იქ და ვირჩევ იმას სადაც ცხოვრებლად, რაც ჩემს სტატუსს აამაღლებს, ასე ვთქვათ. და იქაც მივდივარ ისეთ ადგილებში, რასაც აქ სახელი, შემდეგ ამ სახელიან ადგილებში ჩექინდები და ამით მომაგვსტავე. ხო, ხო, სულ დამარცხდა. იქიდან შეგიძლია დადო სურათები, ხო. მაგარი. ნუ ესეა და აქ რა არის, ეს მახეებია. და ძალიან ისეთი უნდა იყოს, მოდი ესე ვთქვათ, რომ მეხდე რომ ამ მახეებში არ გაერბო, მაგრამ დაგებულია მახეები, სუფთა კომერციალიზაცია. აი ამ მახეები ჩვენ საუბარში მაინც შევეცადოთ ეს მახეები ავერიდოთ და რაღაცნაირად რეალურად თუ რეალისტურად რომ ვისაუბროთ. ახლა მინდა რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული ზოგადი ნაწილის შემდეგ უფრო ჩვენს ლოკალურ კონტექსტზე გადმოვინაცვლოთ თბილისზე, მის წარსულსა და დღევანდელობაზე. ხა იგივე არქიტექტურული თვალსაზრისით, ხო? უახლოესი წარსული ჩვენთვის საბჭოთა წარსულია და ამ ქალაქში რამდენადაც მე მსმენია და მოვიძიე, საბჭოთა იდეოლოგიით ნაშენების შენობების რიცხვი 60%-ს აჭარბებს და ჩნდება ასეთი კითხვა. ჯერ ერთი როგორი არის ეს შენობები და მეორე ფსიქოლოგიურად რა ზემოქმედებას ახდენს ეს შენობები ადამიანზე. თუ თბილისის მაცხოვრებელს. იმ საბჭოთაზე შეგვიძლია ჩვენ თუ ესე შევხედავთ ორ ნაწილად დავყოთ. ნუ ეძახიან ხო დაუშვათ იმის რა ქვია. როგორც მოსახლეობაში სტალინის დროს აშენებული სახლები და იმის დროს მერე თქვათ ხრუშჩოვკებს რასაც ვეძახით ფუნქციურად სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა იმედ რომ ძველად უფრო მონუმენტური იყო შენობები ეს კი არა კაბინეტებიც სამსახურში მისაღები და სხვათა შორის ეს არ არის მარტო თქვათ საქართველოში მე ვერ ქვეყანაში მინახიაში ნახე როგორ არის შესასვლელში 4 მეტრა 5 მეტრა სიმაღლის კარებია 5 მეტრა სიმაღლის კარები თქვენ წარმოგიდგენიათ ერთი ოთახიდან მეორეში რო გახვით მაგრამ ნახე დარბაზი გაწვებათ თქვენ რომ თქვენ ძალიან პატარა ხართ როცა იმ დარბაზში მოხვდეთ ეს გაანგარიშებული იყო მათ შორის წყობა მაგიდის მისამიღებაზე და ანუ რად უნდა გაგრძნობინო თავი რაც დიდში შედიხარ მონუმენტურში შედიხარ და შენ იმასთან შედარებით პატარა ეს ეხლაც განსაკუთრებით ძველ რაღაცებში, ძველ მომენტებში ეს გათვალისწინებულია ეს ფსიქოლოგი. მე ეს საბჭოთა რაც წავიდა, იქ იყო ნუ ჩვეულებრივი პროგრამა იყო, უბინაო არავინ არ უნდა ყოფილიყავი, უნდა ყოფილიყო სწრაფი და მარტივი კონსტრუქციები და სხვათა შორის მე რამდენიც ვიცი, ახლა შეიძლება მეშლება, მაგრამ მეც მახსოვს, ეს ხრუშჩოვკები იყო დროებითი საცხოვრებელი, ანუ ცოტა ხნით ააშენეს და მე სხვა რამე უნდა აეშენებინოს და მე ნახეს რომ ეს სხვა რამეზე ავაშენოთ ისედაც აქ ცხოვრობს ადამიანები ასე რომ პროექტი იყო სუ-3 2-3 თბილისში რაღაცა ერქვა ჩეხური პროექტი რაღაცა პროექტი 3 სტანდარტული პროექტი იყო ფილმიც არ იყო მაგაზე გადაღებული ერთნაირი სახლები იყო მაგრამ ჭრიდა საბინაო პრობლემას ანუ შედიოდა ოჯახი რა თქმა უნდა იმოქმედებდა, იმიტომ რომ თქვენ რაბინაში ცხოვრობდით, ის არაფრით არ განსხვავდებოდა, მე რაშიც ცხოვრობდი, იმიტომ რომ ერთნაირები იყო. და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მიმართულება იყო, რომ გამორჩეული არ უნდა ყოფილიყო ხო ადამიანი. უბრალოდ შეგვიძლია სხვანაირად გაგვეკეთებინა საზომი, ყველაფერი ლამაზე ყოფილიყო და იქაც გამორჩეული მაინდა-მაინც არ იქნებოდა თავისებურად ლამაზე. ასე რომ ახდენს ეგენი რა თქმა უნდა გავლენას და საბჭოთა კავშირსაც დავანებოთ თავი მაგალითად მე აფრიკის ქვეყნებშიც უნამყოფი ძალიან ცუდი მდგომარეობა მაგრამ იქაც ესთეტიკაზე ვერ ვილაპარაკებთ შესაძლებლობები არ არის თუ რამე ესთეტიური აფრიკაში გარემო ანუ თუ რაღაცა მოგეწონება გარემო რაც შეეხება შენობებს და რაღაცებს არაფერ არ ვარ
კი, ესე იგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას არ გულისხმობ მოზამბიკს და რაღაც ეგეთი. აი, ეს სამყოფი ხართ. კი, ხო. მაგარია. ესე იგი მე მაგ საკითხებითაც დავინტერესდი თქვენი მოგზაურობით და გამოცდილებით, მაგრამ ეხლა ფოკუსი უნდა შევინარჩუნოთ, ძალიან ჩამოჭდა, ასე ვთქვათ. აი თქვენს საუბარში უკვე გამოშვიოდა ის საბჭოთა იდეოლოგიას, რა ტიპის ქცევა სჭირდებოდა, რომ ასეთ და ასეთ შენობებს აპროექტებდა და აი ახლა მე სხვა მიმართულებით განვავითარებდი. დღეს ჩვენს ქალაქშიც ხო არის შემორჩენილი იმ პერიოდში ნაგები შენობები, ასე ვთქვათ და აი დღეს ის წარსული რა ზეგავლენა შეიძლება ახდენდეს ჩვენსა. ქვეცნობიერად, თუნდაც ვერ ხვდებოდეთ, მაგრამ ახდენს რაღაც გავლენას. ანუ ვერ ახდენს. იცი რა, მაგაზე თეორიულად შეიძლება თქვა, რომ ახდენდეს გავლენას, მაგრამ მიზიდულობა ძველს უფრო აქვს, ხო? იგივე ტურისტებიც რო ჩამოდიან, ირჩევენ ძველ უბნებში დასახლებას. და რატო? რატო უნდა გინდოდეს? ესე იგი რაღაც ის მიმართ გაქვს ემოციური კავშირი მეტი, ვიდრე ამ რაღაცის. ჯერ ისე იმიტომ რომ განსხვავებული. თანამედროვე ტიპის შენობებს შეიძლება სხვაგანაც ნახოს, სხვა ქვეყანაში საერთოდ თბილისი არ გჭირდება პირობითად რა ეგეც ნახ. შენ გაინტერესებს აი ზუსტად ის შემადგენელი, რაც მოდი ესე ვთქვათ, უნიკალურია, იშვიათია. აქეთკენ სწრაფვა. და შეიძლება ჩვენ რომ ესე გავეკეთებინა, წარმოიდგინეთ პირიქით რო იყოს. ნუ რა შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ, ხო? ეიფელის კოშკი თავის დროზე რო ააშენეს, გახსოვთ. არავის არ უყვარდა კი არა, ყველას ესწრებოდა. ვინ თქვა ის? მე ძალიან მიყვარს ეიფელის კოშკს ეკუთვნაო, ხო? და გითხრას რატო? და ერთადერთი ადგილია, სადაც ამ საშენებას ვერ ხედავ, ხო? თვითონ იმაზე. ხო, და მე ეს სიმბოლოა. ხო, ანუ მე ვამბობ, რომ სულ რო გარშემო რაღაც კარგი იყოს, მაშინ რაღაც თანამედროვე შენობა ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ ყურადღების მიქცევა თავისთავად არ ნიშნავს დადებით ემოციას. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ პირველი საფრთხეს ხოლმე. ანუ თავისთავად რაღაცას შევხედე, ყურადღება მიაქცე, მაგრამ რა ემოცია გამოიწვია კიდე სხვა არის. ასე რომ ეს სიძველე ისედაც იმას შვება, რა ქვია, იზიდავს, ისტორია, გაინტერესებს. ამიტომ თქვენ კითხვაზე რო გითხრათ, რამე ისეთი ზუსტი პასუხი არ მაქვს, მე უბრალოდ ლოგიკურად ვამბობ, რაღაცა გავლენას უნდა ახდენდეს. ეს არ იყო წყობრი, ასე ვთქვათ, დაფიქრებული პასუხი, ახლა მივყევი, როგორც თქვენ დასვი კითხოს, რა შეიძლება აკეთო. კი. კარგი. აი ხა აწყვოზეც რო გადმოვიდეთ და თქვენი თვალსაზრისი აქაც მნიშვნელოვანი იქნება. დღეს რა ხდება? აი დიდი ქალაქები რო ავიღოთ, ჯერ დედაქალაქი თბილისი. ავიღოთ ასევე სხვა დიდი ქალაქი ბათუმი რო ავიღოთ. და რაც ხდება? აი ამ არქიტექტურაში შენობების აგების თვალსაზრისით ის რა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს ჩვენს თანამოქალაქეებსა და ჩვენზე. არც მაგას შესწავლა უნდა. მე უბრალოდ არქიტექტორმა მითხრა ერთმა, რომ არასწორი დაპროექტება მიდის, თუნდაც ბათუმის. არასწორი დაპროექტება მიდის და ნახეთ რა საინტერესო ახსნა ახლა ყველა სპეციალობას თავისი ისა, რომ სანაპირო ზოლზე არ უნდა იყოს მაღალი შენობები. რატო არ უნდა იყოს? იმიტომ რომ სანაპირო ზოლზე მაღალი შენობები ფასს აგდებს არასანაპირო ზოლისთვის. იმიტომ რომ რაც უფრო უკან არის მაღალი, იმას ხედი კარგი აქვს. და როცა ეს ჩამოვაფარე, მეორე მესამე ზოლს ხედი დაუკარგე, ამისი ფასი დავარ და ქალაქისთვის არის წამგებიანი. ამიტომ არასწორი პროექტია. და ხო ბათუმში რასაც ხედავ, ზღვის პირას არის რა ვიცი მე 22 სართული, 25 სართული, 23 სართული. ანუ ნახეთ გეგმაც ადამიანმა მეთხრა რომ არასწორად არის და ესეთი უნდა იყოს რა, ასე ვთქვათ. ზღვის პირას უფრო დაბალი და სიღრმეში რო შედიხარ მაღალი, რომ ყველა წერტილი იყოს რაღაცით მომგებიანი, რომ შენ ზღვაზე ხარ. ადამიანი მეყვა მე არ ვარ ნამყოფი, ჩამოვიდა გონიოში ვიყავი და მეგონა საბურთალოზე ვიყავი, корпуსები აშენს და ზღვა ჩანდა მეთქი და არაო და მეთხრე მაშინ აქ დაგესვენა თბილისში, ხო? ანუ რაღაცები ბევრი რაღაცა უაზროდ კეთდება რა. ავიცი. მაგრამ ესე არ არის, იცი მე ერთხელ გავიარე თბილისში, იშვიათად ვცალია, მაგას ხომ მოცლა უნდა რომ შეხედო როგორც, იცი რა, და გაიარე როგორც ტურისტ. და რო გითხრათ რომ
უშო ცენტრალურში რაღაცები ძალიან ცუდადაა გაკეთებული, ეგ არ რჩება ეგ შტაბეშტილი. ანუ სხვა ქვეყნებთან შედარებით რა, რაღაცები ძალიან ლამაზად და მოხდენილად არის ხოლმე გაკეთებული. მაგრამ ამოვარდნებია რაღაცა, იცი რა, მაგაზრები არქიტექტორები გიყარა. კი, ეგ ცხადია მესმის. რაღაც იგივე მეც რაღაც ჩემ პირად ხედვასაც ვიტყვი, აი სულ დასაწყისში ვენა ვახსენე და რა მომწონდა იქ გარკვეულობა მკვეთრი ორიენტირები და რაც აქ არ მომწონს და რაც მომაბნევს იგივე მშენებლობის თვალსაზრისით არის უფრო ქაოტურობა, მე ასე ვიტყოდი. და აი მაგაში გეთახმებით. აქ ისეთი განცდა მაქვს, რომ ვინ რა კვოტაც მოიპოვა, იმის მიხედვითაა აშენებული და არა რაღაც პრინციპით რა. ვიღაცა მოიპოვა, რომ გასაგებია მაღალი სართული ტოვებს მეტ, მაღალ სართულიან შენობა ტოვებს მეტ მოგებას. ერთ-ერთი დეველოპერი მეხსნიდა, რომ მთელი ხარჯები, იმის რა ქვია, ყველა ხარჯი შენობის, საშუალო შენობის, თვითონ როგორც მითხრა, 5 სართული რო ააშენო, გაყიდვებით ყველაფერი დაფორული გაქვს, ყველა შემდეგი სართული ტოვებს უკვე მოგებას და ამიტომ არა 68 სართულიანი მინდა ავაშენო, იმიტომ რომ მოგება მეტი. ხო და ეგ განცდა მეც მიშდება რას თქვენ, რომ რაღაცნაირად პრინციპს ვერ ვიჭერ, ლოგიკას, ესთეტიკასაც ვერ ვიჭერ. უცებ შეიძლება რაღაცა ის კითხოთ, მართლა კარგი იყოს, მე იმის გვერდზე რაღაცა ხდება, ისა ხო. მე სივრცის არ დატოვება, პრაღაში ხო ხართ ნამყოფი. ხო, პრაღაში პირველი განცდა რატომ და მოსვლოდა თავში რაღაც ადგილები რო ვნახე ქალაქში, გამეცინა აქ რო ჩვენი დეველოპერები ჩამოდნენ, ვინ დატოვებს ამ ხელა ადგილს შუაში, ცენტრში ვინ დატოვებს? და ჩვენთან არას თუ სადმე რამე დაინახეს, ხო, ადარა სივრცე. მომენტალურად რაღაცა დგება ის არა. კიდე კაი რომ არის კანონი, რომელიც აიძულებს მშენებელს ის მოაწყოს რეკრეაციული სივრცე. ესენი კი ტრაბახობენ რომ მოვაწყეთო, მაგრამ რო წავეკითხე გვალდებულება თუ აშენებ რაღაცა პროცენტი უნდა დაუთმო განაშენიანებას, გამწვანებას და რაღაცა. კი, აი ეს თქვენ პრაღა მოვიყვანეთ, მეც ძალიან მიყვარს, ხა ცოტა უნდა ჩავართო, მაგ ქალაქში ისეთი შეგრძნება მოხოლმე. აი თითქოს რაღაცნაირი მაგიური ქალაქია და ღამე რო გახვიდე, ალქიმიკოსები თითქოს ხეტიალებენ და რაღაცა შეხვდება შუაში, რამხელა ცენტრში, რამხელა ადგილებია. ბაღის ხო და აქ ვინ დაგიტოვებს მაგას? აი აქ უბრალოდ შანსი არ არის ვინმე დატოვოს მაგხელა ადგილი, რამე არ ჩაარჩოს შიგნით. და ეს გახსნილი სივრცე, აი ჩვენ რას ლაპარაკობდით, დადებითი ემოცია, არ გთრგუნავს. გითხარით რომ ეგეც კვლევის შედეგი არა ჩემი მოსაზრება, რომ დაბალი ჭერი კრეტილობას ამცირებს, რაღაც ბეტონის შენობები დაახლო, შფოთვაზდის და ასე შემდეგ, ხო? ხო და აი ეს მომენტი აქ არ არის გათვალისწინებული ქალაქში. საერთოდ არა. არ ვიცი. აი, ბატონო, სულ აი ხართ თქვენ ხართ არქიტექტორი, არც მე ვარ რა თქმა უნდა და აი მანამდე მისაუბრია მე რაღაც დეველოპერთან, რაღაც არქიტექტორთან და ასეთი რამ იყო გამოთქმი, რომ დღევანდელი არქიტექტორები ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ვამბობდა ქალაქის მაგალითზე უმეტესწილად არ ხელმძღვანელობენ სილამაზის და მშვენიერების პრინციპით. სხვა რაღაცეებია წამყვანი, როცა ხდება შენობების დაპროექტება. და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელო პრინციპი და ამოსავალი წერტილი გახდა სწორედ ეს სილამაზე და მშვენიერება, იმიტომ რომ ადამიანიც და მოქალაქეც ახლა ფინანსურად რაც არ უნდა არ ვიცი დუხჭირი იყოს სხვა ასე შემდეგ ადამიანი არ არის მხოლოდ ეს ფრაზა მახსოვს ჯერ კიდევ არა მხოლოდ პურითო, ანუ სხვა მოთხოვნილებებიც აქვს ადამიანს. მარტო ის კომერცია და ეფექტიანობა ხო არ არის? უყურეთ, მარტო არქიტექტორზე არ არის ხოლმე, არქიტექტორზე დამკვეთი არის ხოლმე დეველოპერი. მან თუ პროექტი გაუკეთა ისეთი, სადაც ამან დათვალა და რაღაცა ფართებზე ფინანსური მოგება ნაკლები აქვს, ვიდრე მას სურდა იმ პროექტს არ მიიღებს. ამიტომ არქიტექტორს მოუწევს სადღაც და არქიტექტორებს თუ კარგი არქიტექტორი ხარ, როგორ გითხრათ, ნამდვილად ვიცი რა, ნამდვილად არ უნდა შენობა იყოს ისეთი, რომ მე და თქვენ რო გავივლით, თქვათ რომ ეს რა სისულელეა. პირიქით ის ამაყობს, ეს ხო ქმნილებაა წარმოიდგინე. არქიტექტურა არის ქმნილება და ეს არის რაღაც, რა ვიცი, პროდუქტი კი არ არის, უნდა შექმნა. და რა ვიცი, მე არ ვიცნობ ახლა ბევრ არქიტექტორს არ ვიცნობ, მაგრამ მე არ ვიცნობ არქიტექტორს, რომელსაც სულ ერთია მის შენობაზე ჩვენ რა აზრი გვექნება. აქ მე მგონია უბრალოდ დაწოლა დამკვეთიდან არის. ვინც ასე თქვა, იმიტომ რომ მე არ უნდა დავკარგო ფული რა.
ეს კვადრატული მეტრი ტყილა გამოდის ტყილა გამიკეთებია, იმიტომ რომ ამაში მე ფულს ვერ ვიღებ, ხო? მე მგონია რომ აქედან არის. ამიტომ ვამბობ რომ თემა თქვენ კარგი გახსენეთ, იმიტომ რომ რადგანაც იქ ესეთი სიტუაციაა და ეს ამაზე რო არ ვიყოთ ჩვენ დამოკიდებული სინდისიერ და კეთილ დეველოპერებზე მოთხოვნა საზოგადოებამ თუ იქნება იძულებული იქნება გაითვალისწინოს. მაგრამ ნუ რა ვიცი ხლა ეგ რამდენად შესაძლებელია, ასე ვთქვათ. არ შესაძლებელი არის კი, თუ ამაზე დაიწყება. ბოლო-ბოლო ვიღაცამ რო გააკეთოს გამოკითხვა ყველაზე კაი არქიტექტურული ისინი და ყოველ წელს აი მოსახლეობის თუ ვიღაცის აზრით რაღაცა პრიზი გაკეთდეს, იმას მაინც შექმნი, ტრენდს მაინც შექმნი, რომ მე უყურებ, რომ ხალხს ეს მოწონს თურმე. და კრიტერიუმები შეიძლება მაგალითად ამ პრიზისთვის ნახე, ესეთი ეს კრიტერიუმები რა არის, როცა ბევრჯერ ვილაპარაკებთ კრიტერიუმებზე, მე თითოეულ ადამიანს გაუჩნდება ის კრიტერიუმები, რომელთაც შეუძლია შეაფასოს. ჩვენ რო ვიტყვით შენობა რას უნდა აკმაყოფილებდეს ესთეტიკური და იმის თვალსაზრისით. როგორც კი მე კრიტერიუმები სუმესმის, მე რო უყურებ, ნახე ავტომატურად იმ კრიტერიუმებით ვაფასებ. ამით შეიძლება ჩვენ მოთხოვნა გავზარდოთ საზოგადოების მხრიდან, რომ ბინა იყოს ისე, სახლი იყოს ისეთი. კი, ეგ ძალიან მაგარი იდეა იყო და ასევე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფრაზა გააჟღერა თქვენ, რომ შენობაო, თქვენ თქვით, არა უნდა იყოს მხოლოდ პროდუქტი, არამედ ეს არის ქმნილება. და თავის მხრივ ეს ქმნილება მარტო აწყოში კი არ არსებობს, ეს ქმნილება გადადის მომავალშიც. და პასუხისგებლობა დეველოპერსაც, არქიტექტორსაც აქვს, ასევე მომავლის წინაშეც. და ეხლა მეც წარსულიდან დავიწყეთ, მე აწყოზე ვიყავით შეჩერებულები და ახლა მომავლისკენ რო წავიდე. ის რაც ახლა ხდება და რაშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. მომავალზე ჩვენს ჩვენ შვილებზე, ასევე არ ვიცი, საზოგადოებაზე რა გავლენას მოახდენს, როგორ დაგვიბრუნდება ეგ უკან, რას მოგვიტანს? და არაფერს ძალიან კარგი. თქვენ ფილოსოფიური განათლება გაქვთ და ადამიანს აქვს ესეთი შიში, უკვალოდ გაქრობის შიში. პრიმიტიული მომენტი, პრიმიტიული ცუდი გაგებით არ მომო, მარტივი მომენტი არის შვილი დატოვა. და თაობა გააგრძელა. და ეს არქიტექტურული შენობა. ეგ ხო შენი კვალია. აწარმოებთ როგორ უნდა მე არქიტექტორმა გავიფუჭო ხელი და დავტოვო რაღაც უმსგავსობა. ნუ შეიძლება რაღაც ესე ვხედავდე, მაგრამ ნუ ჩემი სურვილი არ იქნება ეგ. აი არანაირად არ უნდა იყოს ადამიანურად, ხო? ანუ როგორ ვქვა, შენ რო გქონდეს სურვილი გააჩინო რაღაც 4 თავაშვილი 13 ყურით, ხო? ხო არ გინდომება ეგ, ხო? იგივეა, შენ ქმნი, შენი სახელი ქვა, რომელიც იდგება ერთმანეთის, ნუ 100 წელი ხო იდგება ახლა. თუ რაღაც არ მოხდა ომი. ხო და სულ უნდა დარჩეს. ესე რომ არ მგონია რომ არქიტექტორს თუ ის ოდნავ მაინც პროფესიულად მართლა კავშირშია რაც დაამთავრა, იმიტომ ეგრე არ ხდება ხოლმე. დიპლომი არ განსაზღვროს, ასე ვთქვათ, შენ ის ხარ თუ არა. არ უნდა კონდეს სურვილი პირიქით, მას აინტერესებს ეგ მომენტი. არქიტექტურა არ არის მარტო სივრცის ორგანიზება. არ არის, ნუ სივრცე კარგად დაორგანიზო, არა. არქიტექტურა არის პრაქტიკულად მოდი ესე ვთქვათ, ფარული და არაცნობიერი გავლენები ადამიანებზე, განწყობებზე და ასე შემდეგ. ისე იგი მე ხა თქვენი რაღაც ნასაუბრებიდან შთაგონება მივიღე განსაკუთრებით გამოკითხვა რო ახსენეთ და ამ გამოკითხვასთან კავშირშიც დავსვამდი მე ჩემ შემდგომ კითხვას თქვენ უამრავ ადამიანთან გაქვთ შეხება და აი აქ თუ დაკვირვები ხართ ან თუ შესაბამისი დასკვნები გამოგიტანიათ ამ ადამიანებს და საზოგადოებას რა არქიტექტურაც დღეს შენდება თბილისში ავიღოთ მოსწონს ის და თუ არ მოსწონს რატო არ მოსწონს რა მიზეზებია მოდი გულახდეთ გეტყვით არ მაქვს ადამიანებს კი ხვდები, მაგრამ არ ვისაუბრია, არ დავინტერესებულ ვარ. მე რო არქიტექტურის ფსიქოლოგით ჩემი ინტერესი იყოს, მეტი ის მექნებოდა ეს არის ზოგადად ვისაუბრეთ მე და თქვენ და ამ კვლევებს რასაც გავეცანი. არა მაქვს. უბრალოდ თუ რამე მშენებლობაზე მიდის ხოლმე ლაპარაკი, ნახე იმათი მხრიდანაც ესე მიდის, რომ კვადრატული ღირს ამდენი ძვირია ცოტა. პირველი კრიტერიუმი, რითაც იწყებს ადამიანი, მე ვამბობ არ ლაპარაკობ ახლა მილიარდერებზე და მილიონერებზე, ასე ვთქვათ, ლაპარაკობ ჩვეულებრივად, პირველი კრიტერიუმი კვადრატული ფასი. აი, როდესაც ეს აკმაყოფილებთ, მე შეიძლება თქვან პროექტზე და იმაზე და თვითონ საზოგადოება გახდა ისეთი ტიპი, რომ ამას ნაკლებად
აქცევს. აი პირველი კრიტერიუმია. ხომ? თუ გინდათ გაიკითხეთ, რაც მესმის ხურში და ესე გამოკითხვა რომელიც შენ. მერე მიდის უკვე პროექტზე მიდის მერე. ახლა მე იმ თანხაში, რაც სადაც გადავწყვიტე რომ გადავიხდი კვადრატულ მეტრში, მერე უკვე უყურებ რომელი პროექტი ჯობია. ჯერ გადაწყვეტილებას ვიღებ თანხაზე და მერე პროექტს. არა პირიქით. კი, ძალიან მნიშვნელოვანი რამე შენიშნეთ თქვენ და ეგ გონი საერთო ლოგიკაა, საერთოდ სოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ არის განვითარებადი და ის ხალხი ფიქრობს რაღაცა ელემენტარულზე, აი ამ ელემენტარულში ეგივე კვადრატული სფასი და ასე შემდეგ და როდესაც ის უკვე განვითარებულ საფეხურზე გადადის, მე სხვა მოთხოვნები უჩნდება, იგივე ესთეტიკური თვალსაზრისით, მაგალითად გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ხა მე რო კლიმატის პრობლემა ყველაზე მძაფრად სად ისმის ევროპაში, ხო? და არა მაგალითად უყურეთ რა არის და აი მოთხოვნის გაჩენა განვითარებაზეც მიუთითებს რა. განვითარებაზე მიუთითებს, მაგრამ შეცდომა რა არის? შეცდომა არის ის, რომ ყველაფერი, რადგან ვისაუბრეთ, ეს ადამიანის ფორმირებაზე ახდენს გავლენას. რომ ადამიანი გახდეს. ეგრე ვიღაცას შეუძლიათ გითხრათ თქვენ და არა ეგეთი ხალხი, აი ფილოსოფია რა ჯანდაბად მინდა. აქილევსი გაასწრებს თუ კუ ამხელ ადამიანს მეტ საქმე არ აქვს, მაგაზე რომ ელაპარაკო, ხო შეიძლება ესე ველაპარაკოთ, ხო? და ვერ ხვდება რომ ეს არ არის, ეს აზროვნების წესი. ამას მიყავდა ხარ ესთეტიკამდე, ლოგიკამდე და ასე შემდეგ. ანუ ნახე რა ვამბობ, ეს თითქოს დეტალია და ეს დეტალები ქმნის მერე შენ მოსახლეობას, შენ საზოგადოებას. სადაც მერე პრობლემები გაქვს, იმიტომ რომ რაღაცებს ვერ აგებინებ. სხვა მიმართულებას ირჩევს. ასე რომ ეს ჩერჩესა აქნა თქვა მე რომ ყველაზე მცირე ნახვრეთსაც სადაც წყალი შემოდის შეუძლია მთელი გემი ჩაძიროს მართალია ნელა მაგრამ ჩაიძირება აი ძალიან პატარა იმასაც ბაზიანებას გემში ხო ამაზე ალაბარაკი დეტალები არ არის ესეთი გამოსატოვებელი რა დროს სილამაზეა თქვა რა დროს ისა ხა თუ დაფიქრდებიან ორივე მხარე კაია თუ ერთი მხარე დაფიქრდება ეგეც კაია და თუ არც ერთი არ იფიქრებს მე და თქვენ ხო ისაუბრეთ ხოლმე ესე იგი თქვენ ისეთი მნიშვნელოვანი რამე თქვით მე ჩემი მხრივ კიდევ პასუხს და კომენტარს ვეღარ შემოგაგებებთ მარტო მადლობა უნდა თქვა ამისთვის ამ ნათქვამისთვის და განსაკუთრებით დასაწყისში ფილოსოფიის მნიშვნელობასაც თქვა ანუ აღარაფერს აღარ ვიტყვი მაგაზე მადლიერების გრძნობა მაქვს აი ხა ისე ქალაქზე უფრო დავაკონკრეტებ აი ხანდახან მე ჩივილი ამასთან დაკავშირებით მესმის მაღალ თუ მაღალსართულიან შენობებთან დაკავშირებით და აი მოკლედ მაგასაც ვიტყოდი აი როგორ აღიქვამთ თქვენ არა პროფესიონალური თვალსაზრისით ეხა არქიტექტორები არ ვართ გასაგებია მაღალი განაშენიანების ქალაქია ჩვენი დედაქალაქი თუ დაბალი აი ზუსტად მაგია თქვენ ხო თქვით ჩვენ დედაქალაქი არის მაღალდაბალი განაშენიანების იმიტომ გვაქვს რაც თქვით რა რაღაც ქაოსურია ეს რაღაც იმხელა ეს ამხელა ხო ვერ დაარქმევს აი მაშინ უფრო სწორად ვიტყვი ჩამოვაყალიბებ ჩემ კითხვას აი ვისაუბროთ ჯერ არზზე ანუ რაც უნდა იყოს ასეთი უნდა იყოს თუ ასეთი რა იქნება უმჯობესი რა იქნება უფრო ჰარმონიული უფრო ლოგიკური და მიზანშეწონილი უფრო ჰარმონიული ჩემთვის კიდევ არაპროფესიონალური არქიტექტურის თვალსაზრისით იქნება რომ რაღაცა უბანი შეიძლება იყოს მაღალსართულიანი და რაღაცაში ეს არ უნდა გააკეთო ესე უფრო კაი იქნებოდა. ნახე მოხდით რაღაცა ადგილას, სადაც ესაა, მოხდით რაღაც. ეს ამოვარდნები, ასე ვთქვათ, ხან ისეთი, ქმნის ქაოსის განცდას. სიმეტრია არ არის, ჰარმონია არ არის. სიმეტრია და ჰარმონია სადაც არ არის, შენ ვერ გძლობ კომფორტულად თავს. ალბათ, ეს სუფთა შინაგანი განცდებიდან გეუბნებით, არავითარი ეს არ არის. ესე იგი ბოდნს რო ეხა ჩვენი საუბარი გაცვლა-გამოცვლა თანდათანობით დასასრულისკენ უნდა წავიყვანო და ბოლოსკენ ასეთი კითხვა მინდა ჩამოვაყალიბო. რამდენად მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ აი არქიტექტურაში რა არის სილამაზე და მშვენიერება. ხა ცოტა რაღაცას დავუმატებ. მანამდე სტუმრები ვინც ყოლია ზოგიერთ თითქოს პროტესტი აქვს ხოლმე რომ როგორ შეიძლება შეთანხმდე რა არის სილამაზე მშვენიერება არქიტექტურაში რაღაც კანონი კონდეს და მე ზუსტად იმ კანონის განხორციელებას ვცდილობდე. და თქვენი აზრით ეგ საერთოდ შესაძლებელია შეთანხმება.
არქიტექტურაში ავიღოთ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც არქიტექტურს ქალაქის და თუნდაც მომავალი და აწყო საზოგადოების წინაშე აქვს. შეიძლება შეთანხმება. რა არის სილამაზე, რა არის მშვენიერება და მე იმის გატარება თუ დანერგვა. იცი რა, თუ თქვენ ქალაქის გეგმის თვალსაზრისით უყურებთ, იქ არის პირველი, რასაც გეგმავთ, ქალაქი პრაქტიკულიც უნდა იყოს. მაგრამ მე გზები უნდა გავითვალისწინო. ერთმანეთთან დაკავშირებულობა უნდა გავითვალისწინო. არ ვიცი მე როგორ ეწყობა ხოლმე, მაგრამ მე მაგალითად ჯერ კომუნიკაციებს გავითვალისწინებდი და მე დარჩენილი ადგილებიდან, სადაც ეს კომუნიკაცია მიდის, მე ვიფიქრებდი, ასე ვთქვათ, შენობებზე და რაღაცა. იმიტომ რომ კარგი კომუნიკაციაც, ანუ კარგი საშუალებებით ბევრ რაღაცას იძლევა, ხო? ახლა რაც შეეხება შეთანხმებას, მე და თქვენ რო არ ვისაუბროთ, აგერ გითხარით კვლევებია, ნახმოვნე კვლევები არის ზოგადი კანონზომიერებები. ზოგადი კანონზომიერებები, რაც ბუნებასთან ახლოს არის, გითხარი დადებით ემოციას იწვევს. ღია სივრცე დადებით ემოციას იწვევს, ხო? ესენი ხო ვიცი. ეხლა ეს როგორი წყობით აეწყობა ეს კანონზომიერებები, ის უკვე გემოვნების საკითხი. ჩვენ ვიცით როგორ დავტოვოთ დადებითი ემოცია და დანარჩენი ინდივიდუალური. ასე რომ რაღაცებზე ფიქრი შემიძლია შევთანხმდეთ ჩემ თავში, რა იქნება კარგი და როგორ გადავწყვიტავ, ეს უკვე ტექნიკის საკითხი. აი ხა რაღაც ფინალური აკორდი რო ავიღოთ, გუშინ რაღაც გამოცდილება მქონდა, სადღაც კონფერენციაზე ვიყავი და გამოსვლელებს მოგთხოვეს, რომ აი თქვენ რო ხა მოხსენებები გააკეთეთ და ვრცლად ისაუბრეთ, ბოლოს დაგვიტოვეთ ერთი გზავნილიო და თქვენ მთელი ამ საუბრიდან თუ თქვენი სიტყვიდან გამომდინარე, ხო შეგიძლიათ რაღაც გზავნილის დატოვება და აუდიტორიაც თქვენ აერჩიეთ, ვისთვის დატოვებით გზავნილი. ეს ორთ იმათ კი არა, იმათ ჟურნალისტებს რა იქნება სამი თქვენი ბოლო გზავნილი. კი ბატონო, მე კონფერენციიდან ავიწესე. არა, სულ მაგია ხოლმე. მეც ასე მიცეს და დავწერე და ბოლოში სამი ცალი რაღაც თქვენ. თავისუფლება თვით შემეცნება და შემოქმედება. ოღონდ ის ხო კონტექსტი იყო. ის იქნება, რომ მე თქვი სადღაც შუაში ეს ვარიანტი, რომ არქიტექტურა არ არის მარტო სივრცის კარგად ორგანიზება. გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს მას, იმიტომ რომ ის არის გარკვეული განწყობების შექმნა ადამიანზე. გარკვეული ესთეტიური მიმართულების შექმნა, ამიტომ ვინც ფიქრობს, ასე ვთქვათ, ამ საკითხებზე დაკავებულია, არ უნდა დაივიწყოს, რომ ეს არ არის მარტო უჯრები კარგად განალაგო, რომ შეინახო. იმას თავისი ესთეტიკაც უნდა ქონდეს. და აი უბლიც კითხო, მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტორი, რომელიც აპროექტებს შენობას ქალაქში, ხელმძღვანელობდეს მშვენიერების პრინციპით და სილამაზე იყოს მისთვის ამოსავალი წერტილი. Բոլ შემთხვევაში ერთ-ერთი პრიორიტეტული წერტილი და არა უფლად უკანა პლანზე გადასული. არა, ალბათ კი და ალბათ აბა იმ პროექტების შერჩევა როგორ ხდება, მე არ ვიცი ესა, ეგ უნდა ვკითხოთ, აი ვისაც მივაკეთებ. სიტყვაზე ხო არის რაღაცა რო ცხადდება, აი თქვა რაღაცა აეროპორტის პროექტი, ან რაღაც პროექტი, რაც გამახსენდა. შენობებია. მე რაღაცა ხო წარადგენს რაღაც, რა ვიცი, შვიცად და რის მიხედვით ირჩევენ ხოლმე. არ ვიცი. არ არის კრიტერიუმი ერთი ესთეტიური მხარე, რამდენად ლანდშაფტში ჯდება, არ ვიცი და ამიტომ ვერ ვამბობ, ახლა მე რაღაცა ვთქვა ის რაც აქვთ, რა თქვინდა რო თქვათ, ან თვითონ გამოვიდნენ და ილაპარაკონ, ვინც იცის რის მიხედვით რჩება, რომ მაშინ რატო გვაქვს მე და თქვენ ქაოსის შექმნა. მე ეგრეთ წოდებული ინსაიდერებისგან მსმენია, რომ არაო და ჩვენ ალბათ იმისგან წავედით, რომ მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს პრიორიტეტი, ასე ვთქვათ. ეს ესთეტიკური მხარე. იცი რა, ზუსტად ეგ ისევ რეიტინგს ვაკეთებთ ჩვენ პრიორიტეტული პირველ რიგში. ხო და აქ დავასუ იქნებ. მე მგონი ესე არ უნდა იყოს. მე რო რაღაც ლამაზი რაღაცა გავაკეთო და უშუალოდ არქიტექტურული რაღაც შექმნა. და ნახე არ გავითვალისწინო ქუჩის გამტარიანობა. მისასვლელი გზები. არა და ძალიან კაი რაღაცა დაუშვათ. ან რაღაც ამ ბოლო სეისმურად არამდგრადი რაიონია, ხო? ანუ ბევრი კრიტერიუმი და პრიორიტეტები კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ჩამონათვალე, იცი რა, ამას აკმაყოფილებს, ამას უნდა წავიდა და არა პირველ რიგში რაღაც. ალბათ ესე უნდა იყოს და ის მე ზუსტად არ მიყავს, სულ ადამიანი იწყებს პირველი, მეორე. არა აქ ბუნებას პირველი, მეორე. აქ ჰარმონიული ფუნქციონალური შესაბამისობა. და ეს ვერ გაიგო ხალხმა, სულ რაღაცა უნდათ რომ იყოს პირველი და რაღაცა ბოლო.
აი ხა თქვენი საუბრიდან გამომდინარე მე რაც ვისწავლე ზუსტად მაგის თქმას ვაპირებდი რომ მეთქი თქვენ როგორც ამბობთ ბუნებას პირველი მეორე არ აქვს ბუნება არის ჰარმონია და ჰარმონია თავის მხრივ გულისხმობს გათვალისწინებას სხვადასხვა ასპექტების როგორც ესთეტიკური ასევე ფუნქციური ასპექტის ასევე გამძლეობის და ასე შემდეგ ანუ მრავალი მომენტია და ამით ჩვენ მივედით ერთი დიდი არქიტექტორი და თეორეტიკოსი იყო ვიტრუვიუსი და იმასაც ჰქონდა ეს პრინციპები ასე ვთქვათ რაც ვახსენე გამძლეობა ესთეტიკური მხარე ფუნქციურობა და კიდევ არ ვიცი მაგრამ მივალთ იმიტომ რომ მეც ახალხანს გავიცანი ამ საუბრებში და თქვენ განვიცანი ლოგიკას მიყევხარ ხო ჩვენ ხო რაღაცებს არ მოგვიფიქრები მეყვავდი და მიყვალს რაღაც მე თუ გზავნილი უნდა მქონდეს ბატონი ზურასგან რაც ვისწავლე იმას ვიტყოდი რომ ბუნებას პრიორიტეტები არ აქვს აქვს ჰარმონია და ჩვენც ვეცადოთ ვიყოთ ჰარმონიულები და ასე შემდეგ ესე იგი მე თქვენთან საუბარი არ მომბეზრდება მაგრამ თავს იმით დავიკმაყოფილებ რომ სანამ ჩაწერა დაიწყება და მანამდე ჩვენ ვისაუბრეთ უბრალოდ სხვა თემებზე და ცოტა მაყურებელსაც შევეხარბებ რომ ძალიან საინტერესო თემები იყო და სინამდვილეს გამოვთქვამ რომ კამერა არ ქონდა ჩართული ამ ჯერისთვის თქვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამ საუბრისთვის თქვენი მსაუბისთვის და გამოთქმული თვალსაზრისებისთვის და ჩვენს მაყურებელს კი დავემშვიდობები და ვეტყვი შემდეგ შეხვედრამდე თქვენ კიდევ ერთხელ გმადლობთ.